ახალ კულტურის სიახლეებს გავეცნოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსის ქართული კალიგრაფია ფინალისტთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზემო ცერემონია თბილისის საკრებულოს გალერეაში გაიმართა. 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჟიურის წევრების მიერ კონკურსანტების შერჩევა 3 ეტაპად მიმდინარეობდა. წელს კონკურსში 931 მონაწილიდან ფინალში მხოლოდ 57 კალიგრაფისტი გადავიდა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. Academic support directly. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ცენტრალური აქტივობა წლის მანძილზე, რაც ამ დარგის განვითარების საქმეში ხდება. მაშინ მონაწილეობას იღებს ასეულობით და ათასობით მონაწილე, სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვიდებიან, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მსჯავრდებულებიც კი მონაწილეობენ წელს პირველად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან იგი ქართული კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. მე და ჩემი მეგობარი კალიგრაფები მუშაობთ სხვადასხვა მინიატურებზე, სხვადასხვა სახის ნაწარმოებებზე. იქნება ეს შეიძლება იყოს ალბომი, შეიძლება იყოს ვეფხისტყაოსანი.